მოგესალმებით შემოძირფესებო. ეს არის არქიტრავის მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა უახლოესი ერთი თვის ტენდენციები. ვიდეო არახვიდან არის აქტუალური, არა აქვს მნიშვნელობა როდის ნახავთ. განვიხილოთ უახლოესი პერსპექტივები, ფინანსები, პირადი ურთიერთობები. მას ასე წარმოთქვით საკუთარი სახელი, შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას დავიწყოთ, ვინ ხართ თქვენ და რა ენერგიებში ხართ. მეორე თქვენთაგანი ურთიერთობიდან წასვლას აპირებს. გეგმავს ყოველ შემთხვევაში განიხილავთ ამ საკითხს, იმიტომ რომ რამდენი შრომა და ჯაფა გაქვთ ჩადებული, ვერ გამოხვედით იმ ტკივილის ენერგიებიდან, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია იმყოფებით. განსაკუთრებით თუ სამკუთხედია. აქ პარტნიორის გატრიალებაც არის რასაკვირველია, მიუხედავად უზარმაზარი კიდევ ერთხელ ვიძახით ძალიან დიდი შრომის, ჯაფის, ენერგიის, ფინანსების თუ დროის მოცულობის, ჩადების უზარმაზარი ენერგიის მაინც ვერ მოხდა აქ ნახეთ დალაგება სიტუაციების პირად ურთიერთობაზე. სადაც არის ურთიერთობა აწყობილი მხოლოდ ვნებაზე, აქ ურთიერთობა ვერ გასტანს საკმაოდ დიდხანს, ამიტომ აქ ემოციური ფონი თითქმის ვიტყოდი გალეულია, დახარჯული რესურსია, გაცვეთილი გრძნობებია. ეხლა მოლოდინი გაქვთ იმის, რომ თქვენი პარტნიორი თუ თქვენი ჩაქრებული ადამიანი რაიმე ნაბიჯებს გადმოდგავს, იმოქმედებს, მაგრამ სამწუხაროდ ვერიქით. აქ არის ძალიან დიდი ნახეთ მატყუარას არკანი ამოდის. ამ შემთხვევაში აქ არის ძალიან დიდი ცვიერება ურთიერთობაში, არა გულწრფელი პარტნიორი თქვენს მიმართ, ან ურთიერთობაში არ არის გულწრფელი ბოლომდე, ან თქვენთან, ან თუნდაც მესამე პირებთან, თუ ეს სამკუთხედია, რასაკვირველია. აქ არის манипуляციები და ვფიქრობ, რომ ეს манипуляციები საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება, რომლის დასასრულსაც უკვე თქვენ მოიყვანთ საბოლოო წყობში, ან თქვენ ასრულებთ აქ ურთიერთობებს და ამ манипуляციებსაც. არ მიყვარს ხოლმე მაგიაზე საუბარი, მაგრამ ნახეთ მაგი და ქურუმი ქალიშუაში აღმოჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ზემოქმედების ქვეშ არის სამწუხაროდ, ამიტომ შედგა თუ არსებობს ის გაურკვეველი სიტუაციები და პაუზები, რომელსაც ეხლა განიხილავთ უზარმაზარი კონფლიქტური ენერგიები. მიუხედავად იმისა, რომ აქ იყო გრძნობები და აქ იყო ურთიერთობები, სადაც რეალურად ემოციაც იყო რასაკვირველია და ძალიან ჰარმონიული ურთიერთობები, ეხლა შეცვლილია ეს ურთიერთობები საოცარ ომში, ეს შეიძლება იყოს მენტალური ომი, შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან დიდი ქაოსი. აქ ეგო, თქვენი ეგო დაიკარგა, სადღაცას დაიკარგა თქვენი ეგო, რამაც დისკომფორტი შეგიქმნათ რასაკვირველია და ეხლა უკვე მომწონს თქვენი პოზიციები, აქ ნიშნავს ხმლის დედოფალი ნიშნავს, რომ აი რაღაცა უკვე დისტანციას იჭერთ ურთიერთობაში, თითქოს უკვე გონზე მოდიხართ და რეალურად ცდილობთ სწორი მიმართულება მისცეთ ამ ურთიერთობასაც, მიიღოთ ლოგიკური გადაწყვეტილებებით, ცივი გონებით და არა ემოციებით. ძალიან კარგი. კარგი, მოდი ვნახოთ უახლოესი პერსპექტივა ფინანსურ საკითხებში, რას მოგიტანთ უახლოესი პერსპექტივები ფინანსებში. აქ არის კრიზისები, შემოძრიფესება, ნამდვილად, ბევრ თქვენთაგან თანდაყურების მომენტი მიდის სამსახურში, აქ ცვიერი ქალის ენერგია მოდის, შესაძლებელია ვინმე თქვენი პოსტით იყოს დაინტერესებული და ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ, იმიტომ რომ აქ ჭიდაობა მიდის ადგილზე, ესე ვიტყოდი, დიდი ალბათობა ამისი საკმაოდ, ამიტომ რომ არ გაეჭედოთ უსასრულობის ზვიაში გამოუვალ სიტუაციას გულისხმობ, ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ. პარალელურად გეტყვით იმასაც, რომ აქ კრიზისული მომენტებია ფინანსური, რასაც ძალიან მალე მოაგვარებთ, იმიტომ რომ აქ არის რაღაცა ვალდებულებები რეალურად, რომელიც სწრაფად უნდა მოგვარდეს და აი თითქოს საიდანაც არ ელოდებით, იქიდან უნდა წამოვიდეს ეს ფინანსური რესურსები. ძალიან დიდი სიხარული გაქვთ ამასთან დაკავშირებით, 8 რიცხვია ძალიან კარგი, 8 და 10 რიცხვები. სხვათა შორის ბევრ თქვენთაგანს გირჩევთ ლატარის ბილეთი შეიძინოთ. აქ ახალი ნაბიჯები, ახალი დასაწყისია, შესაძლებელია ბევრმა თქვენთაგანმა რაღაც ახალი საქმე წამოიწყოთ უახლოეს პერსპექტივაში, რაზეც საკმაოდ დიდი ხანია ფიქრობდით, მაგრამ უკვე დრო მოვიდა, რომ აი ეს გეგმა თუ ეს რაღაცა ჩაფიქრებული საქმე გააკეთოთ, განახორციელოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიხარულის ენერგია მოდის ამასთან დაკავშირებით, თუ ამას ისევ ძალიან კარგი იქნება. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უახლოესი პერსპექტივები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა ხდება? ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი რაც შემიძლია კომენტარი გავაკეთო. აქ მე სერიოზულს ვერაფერს ვერ ვხედავ, მხოლოდ ვირუსული დაავადებების ალბათობა, თქვენ გაფრთხილებთ ხოლმე საჯარო გაშლებში და მესამე დღე ელოგინდა ვერავდე ქისე ცუდად ვიყავი, მართლა ოღონდ და გაფრთხილებთ ხოლმე წელს მოუფრთხილდით, ზურგს მოუფრთხილდით და ეს ზუსტად მაგ მდგომარეობაში ავღვიჩდი მე.
და მე გამახსენდა ჩემი საჯარო გაშლების სხვათა შორის. ხო და ამ შემთხვევაში ხა აქ ვხედავ რომ უახლოეს პერსპექტივაში არის ორსულობის ალბათობა ვისთვისაც ეს აქტუალურია და ამის მიაქციეთ ყურადღება ვისთვისაც არ არის აქტუალური ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობა. პარალელურად მინდა განვიხილო ერთი ძალიან საინტერესო გზა თუ მეაპირებთ გამგზავრებას, იმიტომ რომ აქ არის 6 და 7 რიცხვები, საკმაოდ დადებით ენერგიებს მოგიტანთ ეს გზა, თუ მიდიხართ აუცილებლად გამგზავრეთ, იმიტომ რომ ამ გზასთან არის კავშირში რაღაცა ახალი ადამიანთან შეხვედრა, ახალი პარტნიორის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში, თითქოს ეს იქნება საჩუქარი ვიტყოდი სამყაროსგან. სხვათა შორის ძალიან საინტერესო პიროვნება შეიძლება შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ამას მიაქციეთ ყურადღებათ ასების მეფე მოდის, აქ შეხვედრა შესაძლებელია გზაზე მოხდეს, ან რაღაც გზას უკავშირდება ეს თქვენი შეხვედრა. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ძალიან დადებითი პიროვნება მოდის თქვენს ცხოვრებაში, ძალიან დიდი ზღვა ემოციებით სხვათა შორის, გულწრფელი ემოციებით და ეს ერთგვარად იქნება, ნახე სადაც იგრძნობთ თავს ძალიან დიდ კომფორტში, თქვენ იქნებით იმპერატრიცა, მთავარი ქალი ამ ურთიერთობაში ვიტყოდი მნიშვნელოვანი ადამიანი, ღირებული ადამიანი და ძალიან დიდი სიხარულის ენერგიები მოდის. პარალელურად იმასაც გეტყვით, რომ ეს თითქოს სამყაროს საჩუქარი იქნება თქვენთვის ჯილდო, აი ამ უზარმაზარი ჯილდო, აი ამ ტკივილის ენერგიებიდან გამოსასვლელად თუნდაც ან დაასრულოთ, აი ნახეთ, შესაძლებელია ეს გაცნობაც აუდიტორია დიდი და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი აუცილებლად, შესაძლებელია ამ გაცნობამ გადაგაწყვეტინოთ ზუსტად იმ ტოქსიკური ურთიერთობებიდან გამოსვლად თუ იმ სამკუთხედებიდან გამოსვლად, რომელშიც საკმაოდ დიდი ხანია წრიალებთ, ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ, საკმაოდ საინტერესო ენერგია მოდის ახალი პარტნიორის თვალსაზრისით. რამდენად გაამართლებს ეს ურთიერთობა, იქნება შემოთავაზება აუცილებლად ახალგაზრდა მამაკაცისგან. იმპერატორია საკმაოდ რთულია, ძალიან თავისებურია, მაგრამ ჩემო ძვირფასებო ნახეთ, თუ მან მიგიღოთ მის პარტნიორად, ის იქნება თქვენთვის ძალიან დიდი საყრდენი კედელი. რაც ყველაზე მთავარია, იქნებით ღირებული ადამიანი მისთვის, ნამდვილად მნიშვნელოვანი ადამიანი, რაც რეალურად მოგიტანთ ურთიერთობაში ჰარმონიასაც და საინტერესო ემოციებსაც. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო, დროებით მომავალ შეხვედრამდე ძალიან მიყვარხართ.